მოგესალმებით, მინდა წარმოგიდგინოთ mini კამერა SQ11. შეად ხვდები ამ კამერის რეკლამას ჩვენ სოციალურ ქსელებში, ასევე იყიდება AliExpress-ზე, Temu-ზე და საკმაოდ ბიუჯეტური ვარიანტია. ჩამივარდა ხელში და მინდა პატარა განხილვა გავაკეთო და თქვენს გაგაცნოთ ამ კამერის შესაძლებლობები. მოდი ახლა ვნახოთ ამ კამერის კომპლექტაცია. აი, შეფუთვა, მოდი ვნახოთ ახლოდან. ესეთია და უკან წერია ამ კამერის მონაცემები, ნახეთ. აი, შეგვიძლიათ წაიკითხოთ ვიდეოს რეზოლუცია, იღებს 30 FPS-ით, აკუმულატორი 200 mAh-იანი, ნახეთ, იტენება 5 ვოლტით. მოდი გავხსნათ. ეს არის თვითონ კამერა. აქ არის ჩართვის ღილაკი. ეს არის ობიექტივი. აქ იდება მეხსიერების ბარათი, microSD ბარათია და ეს არის დატენვის პორტი. მიკროფონი და დინამიკი არ გააჩნია ამ კამერას. ეს არის ასე ვთქვათ დასამაგრებელები. მოდი ახლა ჩვენ დავამაგროთ კამერა. ნახეთ. ესე დამაგრდა. ეს ჩვენ შეგვიძლია, ვთქვათ, ტანსაცმელზეც მივამაგროთ ესე. ასევე ესეთი, აქვს ესეთი კრონშტეინი, ეს ჩვენ ეს დავამაგრებთ ამ კამერას და ესე დავკიდებთ იქ, სადაც გვჭირდება და ეს არის აი ესეთი კაბელი. ამ კაბელით იტენება ეს კამერა და ასევე ამ კაბელით ხდება მონაცემების ნახვა კომპიუტერში ან ნოუთბუქში. მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ამ კამერის მართვა დისტანციურად შეუძლებელია, არ გააჩნია აპლიკაცია და შესაბამისად smartphone-დან ვერ შეძლებთ ამ კამერის კონტროლს. კამერის მართვა ხორციელდება არსებული ჩართვის ღილაკის მეშვეობით, ანუ დააჭერთ ამ ჩართვის ღილაკს, დაელოდებით 3 წამი, განმეორებით დააჭერთ ისევ ჩართვის ღილაკს და უკვე კამერა იწყებს ვიდეოს ჩაწერას. ხოლო ამ რეჟიმის ღილაკით შეგიძლიათ უფრო ხარისხიანი ვიდეორგოლების ჩაწერაზე გადახვიდეთ Full HD-ზე და ასევე შეგიძლიათ უკვე ფოტოს გადაღება. კამერა იწერს 6 წუთიან ვიდეორგოლებს და 32 გიგაბაიტიანი ბარათი ივსება 6 საათში. ეს უნდა გაითვალისწინოთ. აღწერაში ამ კამერას უწერია, რომ ავტონომიურობა არის სადღაც 100 წუთი, მაგრამ რეალობაში გაძლო 20 წუთი. ეხლა წარმოგიდგენთ ამ კამერის დღის და ღამის ვიდეო ტესტებს. როგორც ხედავთ, ამ კამერას პრაქტიკულად ღამის ხედვა არ გააჩნია და ასევე არ იწერს ხმას. დამტენი კაბელის მეშვეობით თქვენ არამხოლოდ ტენით კამერის აკუმულატორს, ასევე უკავშირებთ კომპიუტერს, სადაც ნახულობთ კამერაზე ჩაწერილ ვიდეო მასალას. ამ კამერის გამოყენება შესაძლებელია მეორენაირადაც, ანუ როგორც ვიდეო რეგისტრატორი. ამისათვის ჩვენ უნდა შევიძინოთ აი ესეთი გადამყვანი USB Type-C-ზე. აი ესე. მე ხა მე ესეთი მოკლე ვარიანტი მაქვს, თქვენ უფრო გრძელი შეგიძლიათ შეიძინოთ. ასევე smartphone-ში უნდა ჩავიწეროთ აპლიკაცია USB კამერა და შემდეგ უკვე დავაკავშიროთ ეს კამერა smartphone-ს და smartphone-დან უკვე შეგიძლიათ live-ში უყუროთ კამერის წინ არსებულ სიტუაციას და შეგიძლიათ უკვე ჩანაწერის განახორციელოთ თვითონ smartphone-ში. ჩვენ უნდა გადმოვიწეროთ აი ესეთი USB web კამერა smartphone-ში. აი ჩვენ შევდივართ ამ web კამერაში. ნახეთ. და უკვე
ლაივში ვართ და smartphone-დან შეგვიძლია ვაკონტროლოთ კამერა. ასევე ჩვენ შეგვიძლია ნახეთ ვიდეოს ჩაწერაც. აი აქ არის ვიდეო, ფოტო, დავაჭერთ და შეგვიძლია ვიდეო ჩავწეროთ. უბრალოდ ხმას არ იწერს და ასევე, რა თქმა უნდა, ღამის ხედვა ამ კამერას არ გააჩნია. მოკლედ, წარმოგიდგინეთ ვიდეო ტესტები ამ კამერის. ეს არის სათამაშო კამერა, ფაქტიურად, თუ გჭირდებათ, შეგიძლიათ ნებისმიერ marketplace-ზე, ანუ AliExpress-ზე, Joom-ზე, Temu-ზე შეიძინოთ ძალიან იაფად და ასევე საქართველოშიც თუ არ ვწდებით დაახლოებით 20-25 ლარია მისი ფასი. მაინტერესებს თქვენი აზრი ამ პროდუქტზე, დაწერეთ კომენტარებში, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.